პარტია სოლიდარობა მშვიდობისთვის წარმომადგენლობა საერთაშორისო მდივნის მამუკა ფიფიას ინიციატივით და ხელმძღვანელობით საშობაო პერიოდში რუსეთის ფედერაციის კურსკის ოლქს ეწვია. ადგილობრივი მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული ტვირთის გადაცემის გარდა მამუკა ფიფია ვითარებას უშუალოდ ფრონტის ხაზზე გაეცნო. აქ მას მასპინძლობა რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალ-ლეიტენანტმა და კავკასიელ მებრძოლებს შორის განსაკუთრებით მაღალი ავტორიტეტის მქონე სამხედრო ხელმძღვანელმა აპტი ალაუდინოვმა გაუწია. განსაკუთრებით სასიამოვნო და საინტერესო აღმოჩნდა შეხვედრა ქრისტიან სასულიერო პირებთან. მათი საუბრის მოსმენა კიდევ ერთხელ დაარწმუნებს ქართველ მაყურებელს იმ დიდ სითბოსა და პატივისცემაში, რასაც რუსეთის სასულიერო თუ საერო წრეების წარმომადგენლები განიცდიან ჩვენი საზოგადოების მიმართ. Мы сегодня собрались здесь, в том месте, где... ჩვენ შევიკრიბეთ ისეთ ადგილას, სადაც ნამდვილი ცხოვრება. როცა აქ მოვდიოდით, ასეთი აზრი დამებადა. ნამდვილი ცხოვრება იქ, სადაც ადგილი არ აქვს სიკვდილის წინაშე ცხოველურ შიშს, ხოლო ნამდვილი სიკვდილი იქ, სადაც არაა ცხოველური შიში, სიცოცხლის მიმართ. და აქ მე მოვდიოდი იქიდან, სადაც ადამიანური შიში ჭარბობდა, ხოლო ამ ადგილას ჭარბობს ღმერთისადმი შიში, რომელიც ახლოსაა უკვე სიყვარულთან. ამ უკანასკნელთან მომავალი გზა არა მარტივი და ეს იმიტომ, რომ ჩვენ ყველამ დავუკარგეთ ღმერთისადმი შიში. რუსებმაც, ქართველებმაც, ჩეჩნებმაც და ყველა იმ ხალხმა, რომლებიც ცხოვრობდით ერთ ოჯახში. ზოგიერთები კი კვლავ ვაგრძელებთ ცხოვრებას ერთ ოჯახში და ერთ ოჯახში ყოველთვისაა უფროსი და უმცროსი და რუსეთი უფროსი და, ხოლო ყველა დანარჩენი უმცროსი დები. რა მშვენიერია, როცა დებს ერთმანეთი უყვართ და უყვართ მშობელი დედა. ამიტომ დღეს აქ რომ იმყოფებით, ეს არის სასწაული. ჩემთვის პირადად ეს არის სრულიად ბუნებრივი, რადგან ღმერთი ადამიანს აძლევს იმას, რაც მის სულს წყურია. სწორედ ღმერთის წადილი იყო, რომ ჩვენ აქ შევკრებილიყავით და გვესაუბრა ასე საინტერესოდ, მარტივად და ამავდროულად სიღრმისეულ საკითხებზე. ჩვენი საზოგადოების და ხალხების ერთიანობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება ბელგოროდის ოლქის სოფელ რაკიტინოს ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა ნიკოლაი გერმანსკიმ. განსაკუთრებით ყურადსაღებია სასულიერო პირის მოწოდება ურთიერთპატივისცემასა და გაგებაზე დაფუძნებული სამომავლო ურთიერთობების შესახებ, რომლის გარეშეც ჩვენს ხალხებს მომავალი არ ექნებათ. ყველა ეს ომი ჩვენ გძულს, ჩვენი სურვილის საწინააღმდეგოა. რუსეთი ომს არ იწყებს, ის მხოლოდ დაასრულებს ხოლმე მას. როგორც აღნიშნავს ხოლმე ჩვენი საყვარელი გენერალი, აპტი ალაუდინოვი. ჩვენ ამ ომში აუცილებლად გავიმარჯვებთ. რაც შეეხება ქართულ ხალხს, ჩვენ გვიხარია იმ ცვლილებების შემხედვარე, რაც საქართველოში ხდება. განსაკუთრებით სიხარულს იწვევს ჩვენში ის, რომ მიმდინარეობს გარკვეული გარდაქმნა, განწმენდა, რომ თვალიდან ბინდი შორდება სულ უფრო მეტ ადამიანს. როგორც რუსეთში, ისე საქართველოში, დიახ, ჩვენ არ უნდა ვიყოთ მშვიდად და კმაყოფილად. ფიქრობთ რა, თითქოს ჩვენ ვიყოთ ძალიან ბევრნი, მაგრამ ჩვენი ძალა სიმართლესა და სიალალეშია. 5-10 წლის წინ თქვი, რომ ის ვინც რუსეთზე აღმართავს ხელს, ქრისტეზე აღმართავს ხელს მეთქვი. ყველამ სწორად ვერ გამიგო. ახლა კი, როცა ქრისტე გვაერთიანებს ქრისტიანებსა და მუსულმანების საუკეთესო შვილებს, ვეზიარებით დიად სიხარულს. ვისურვებდი, რომ საქართველოში კიდევ უფრო მეტად მომრავლდეს ის ხალხი, რომლებსაც ესმით, რომ სიმართლე ღმერთშია და ეს ჩვენი სიმართლეა. ჩვენ დღეს ვსაუბრობდით ქართული ეკლესიის მეთაურზე, პატრიარქზე. ის დიდ პატივს მიაგებს, გლინის უდაბნოს ბერებს, რომლებიც ცხოვრობდნენ ალექსანდრე ნეველის მონასტერში. მათ დიდი როლი შეასრულეს პატრიარქის ცხოვრებაში, მის ფორმირებაზე, ხოლო პატრიარქის სიყვარული, რომლითაც ის მას პასუხობდა, ძალიან დიდ გავლენას ახდენს მათზე. ჩვენ კი ვღებულობთ კურთხევას სტრაცებისგან, ესე იგი კურთხევას ვღებულობთ პატრიარქი ილიასგან. დეკანოზმა ასევე გაამახვილა ყურადღება იმ საშინელ რეალობაზე, რაც ომს ახლავს თან. როგორც სასულიერო პირი საუბრისას აღნიშნავს, რუსეთის მიზანი არა ომების დაწყება, არამედ მათი დასრულებაა. მან ქართველ ხალხს დღესასწაულები დიდი სიყვარულით მიულოცა და სამომავლო მშვიდობიანი თანაცხოვრების შესახებ გამოთქვა იმედი. საოცარი და ძალიან ამაღელვებელი მომენტია. ახლა და ყოველთვის სიყვარულით ვარ სავსე ქართველი ხალხის მიმართ. მოგიყვებით ერთ ეპიზოდს ჩემი ცხოვრებიდან. 18 წლის ასაკში მოვხვდი საერთაშორისო ახალგაზრდულ ცენტრში. 1985 წელი იყო და ვიყავი მოთავსებული ორ ქართველთან, მერაბთან და მალხასთან. მაშინ ახალგაზრდა ვიყავი და არაფერი მიგრძნია.
და არ განმისდია სიყვარული მზრუნველობის კეთილშობილური სურვილის გარდა ამ ხალხისგან. მას შემდეგ მე სავსე ვარ სიყვარულით ქართველი ხალხის მიმართ. ჩვენ ამას ყოველთვის გრძნობდით, ბავშვობიდან ასე ვიზრდებოდით. და თუ ამ წუთებში ქართველება ჩვენო ძვირფასებო, თუ ეს გესმით, ჩვენ რომ გულწრფელად გვიყვარს და რუსეთი ყოველთვის თქვენს გვერდით იქნება, თქვენ აღარ შეგეშინდებათ ამ დასავლური ქსელის გატეხვა, რომელმაც ახლა მოიცვა რუსეთის ირგვლივ ყველა სახელმწიფო და ახლა ყველგან შემოიჭრება, რათა ჩააქროს ის ნამდვილი თავისუფლება, რომელიც გვაქვს. ჩვენი რწმენა, ჩვენი დამოუკიდებლობა, ღმერთის მიმართ და ჩვენი დამოუკიდებლობა ერთმანეთის მიმართ, როგორც მოზმე ხალხების მიმართ. გულწრფელად ვისურვებ ძალას ქართულ ხალხს. დარჩით მართლები საკუთარ თავთან, რადგან დიდი ქართველი ხალხი საკუთარ თავში ატარებს რწმენას, ქრისტიანულ ფასეულობებს, ჭეშმარიტ სიყვარულს, კეთილშობილებას, მუსიკალურობას. გაუფრთხილდით ამ ყველაფერს და მაშინ დარჩებით ორიგინალურ არაჩვეულებრივ სახელმწიფოდ. შეინარჩუნეთ თქვენი თვითყოფადობა. პარტია სოლიდარობა მშვიდობისთვის წარმომადგენლობამ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა კურსკის ოლქში ყველაზე უფრო ცხელ წერტილში გამართული ასეთი საინტერესო შეხვედრების ორგანიზებისთვის მასში მონაწილე თითოეულ პირს. როგორც პარტიაში აცხადებენ, მსგავს ღონისძიებებს, რაც ხელს უწყობს ხალხთა შორის დიალოგის გაღრმავებას, მომავალში რეგულარული სახე მიეცემა.